პირველი მეთოდი. პროგრამის გახსნილ ფანჯარაში აკრიფეთ კლავიატურის კომბინაცია Ctrl-O. შენიშვნა. პროგრამა Excel 2007 ავტომატურად შემოგთავაზებს დოკუმენტის გახსნას პაპკიდან My Documents ან იმ პაპკას, რომელიც დაკენებულია დოკუმენტების შემნახველ პაპკად. დოკუმენტის შენახვის ბოლო ადგილს. გახსნილ ფანჯარაში ველში folder გახსენით სია და აირჩიეთ დისკი, რომელზეც განლაგებულია სასურველი დოკუმენტი. რჩევა. ამავე მიზნისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ გახსნილი ფანჯრის მარცხენა პანელი. იმისათვის რომ გავხსნათ პროგრამის ყველა ვერსიის დოკუმენტი, გრაფაში File Type გახსენით სია და აირჩიეთ მონაცემი All Excel Files. ხოლო იმისათვის რომ გასახსნელად მისაწვდომი იყოს მხოლოდ ახალი ფორმატის ფაილები, აირჩიეთ პუნქტი Excel File. გახსნილ ფანჯარაში გახსენით პაპკა ორჯერ დაწყაპუნებით და ასევე ორჯერ დაწყაპუნებით გახსენით საჭირო დოკუმენტი. ან ერთხელ დაწყაპუნებით გამოყავით საჭირო დოკუმენტი და დააწყაპუნეთ ბრძანებაზე Open ფანჯრის ქვედა მარჯვენა კუთხეში. მეორე მეთოდი. გახსნილი წიგნის ფანჯარაში დააწყაპუნეთ ღილაკზე Open სწრაფი მიწვდომის პანელზე. თუკი ის მოთავსებულია სწრაფი მიწვდომის პანელზე. ამის შემდეგ იმოქმედეთ ისე, როგორც ეს ახსნილია პირველი მეთოდის შემთხვევაში. მესამე მეთოდი. გახსნილი ფანჯრის ზედა მარცხენა კუთხეში დააწყაპუნეთ Office-ის ღილაკზე. ტიპიურ ამოცანათა მენიუში აირჩიეთ პუნქტი Open. შემდეგ იმოქმედეთ ისე, როგორც ეს ახსნილია პირველი მეთოდის შემთხვევაში. წიგნის გახსნა მხოლოდ წასაკითხად თავიდან აგვაცილებს წიგნის შენახვას შეტანილი ახალი ცვლილებებით. ასეთი წიგნის შესანახად უნდა გამოვიყენოთ ბრძანება Save As. დაიწყეთ დოკუმენტის გახსნა ნებისმიერი ერთ-ერთი ზემოთ ნახსენები გზით. იპოვეთ საჭირო ფაილი კომპიუტერში და გამოყავით ის თაგვის მარცხენა ღილაკზე ერთხელ დაწყაპუნებით. გახსნილ ფანჯარაში გახსენით მენიუ Open. აირჩიეთ პუნქტი Open Read Only. შენიშვნა. გახსნილ დოკუმენტში შესაძლებელია ცვლილებებისა და შესწორებების შეტანა, მაგრამ მათი შენახვა შეუძლებელია. შენახვის მცდელობისას ავტომატურად გაიხსნება ფანჯრა წინააღმდეგ, მიუთითოთ სხვა სახელი ან დოკუმენტის შენახვის სხვა ადგილი. წიგნის გახსნა როგორც ასლი გამოიყენება დოკუმენტის როგორც ვარიანტების მისათითებლად, რადგან ძირითადი დოკუმენტი ამ დროს არ გამოიყენება. დაიწყეთ დოკუმენტის გახსნა ნებისმიერი ერთ-ერთი ნაცნობი გზით. იპოვეთ საჭირო დოკუმენტი კომპიუტერში და თაგვის მარცხენა ღილაკზე ერთხელ დაწყაპუნებით გამოყავით ის. გახსნილი დოკუმენტის გახსნის ფანჯარაში გახსენით ღილაკის Open menu. აირჩიეთ პუნქტი Open as Copy. თუ წიგნის ფაილი დაზიანებული იყო და არ იხსნება ჩვეულებრივი გზით, რეკომენდირებულია მისი აღდგენის გამოყენება. დაიწყეთ დოკუმენტის გახსნა ერთ-ერთი ნაცნობი გზით. იპოვეთ საჭირო ფაილი კომპიუტერში და თაგვის მარცხენა ღილაკზე ერთხელ დაწყაპუნებით მონიშნეთ ის. გახსნილი დოკუმენტის გახსნის ფანჯარაში გახსენით ღილაკის Open menu. აირჩიეთ პუნქტი Open and Repair. აღდგენის ფანჯარაში აირჩიეთ საჭირო ღილაკი Repair. აღდგენა Extract Data. მონაცემების გადმოყრა. მომდევნო ფანჯარაში დაადასტურეთ თქვენი არჩევანი.